მაგდა პაპიძის გახმაურებული სასამართლო პროცესი ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტს ელოდება. მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა და პროცესის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. პაპიძის ოჯახი ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულის უდანაშაულობაში დარწმუნებულია და პროკურატურის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს უსაფუძვლოს უწოდებს. საბოლოო ვერდიქტის გამოსატანად ნაფიც მსაჯულებს რამდენიმე საათიანი ვადა მიეცათ. შვილისა და ქმრის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის დასკვნითი სასამართლო პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს. ვერდიქტი პაპიძის საქმეზე 12 ნაფისმა მსაჯულმა საქალაქო სასამართლოში უნდა გამოიტანოს. სასამართლო პროცესი დილის 11 საათზე დაიწყო. დაწყებისთანავე ბრალდებულმა მისი დახურვა მოითხოვა და ჟურნალისტები პროცესის არასწორ ინტერპრეტირებაში დაადანაშაულა. სირცხვილია ხალხნო, მაგდა პაპიძე საღეჭი რეზინის ღეჭვით გარეთ არ ირთმობდა თავს, არამც თუ პროცესებზე ვალიდოლებით დავდივარ და ინსულინებით და ვალიდოლებს ვიდებ პირში და ვალიდოლი მაქვს პირში მოთავსებული და საღეჭ რეზინთან აიგივებთ. არავის აღარ მივცემ უფლებას, მომიმართოს ჩემი მსაჯულები და ჩემი ჩვენება და ჩემი მდგომარეობა და ჩემი განცხადება იქნება, რომ დაიხუროს საბოლოოდ პროცესი და ისე გაჟღერდეს თუ ბრალდებიდან თუ დაცვიდან და ჩემი საბოლოო სიტყვა, რომელიც განაჩენს კი არა, სიცოცხლეს მიწყვიტავს დღეს. ბრალდებულის ადვოკატების მოთხოვნის საფუძველზე მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძემ პროცესის დახურვის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სასამართლო დარბაზში მხარეებთან ერთად მხოლოდ დაზარალებულის უფლებამონაცვლე მოკვლული ომარ ქაფიაშვილის დედა დარეჯან მინდიკაური დატოვა. დარბაზის დატოვების შემდეგ პაპიძის ოჯახის წევრები აცხადებდნენ, რომ განაჩენის მიუხედავად ისინი შეეცდებიან საკუთარი ვერსიები დაამტკიცონ, როგორც მაგდა პაპიძის დედამ ლიანა შამუგიამ სასამართლო პროცესის დახურვის შემდეგ განაცხადა, მას დადებითი ვერდიქტის მოლოდინი აქვს. საქმე აქ არ დამთავრდება. აი დღეს არ მთავრდება. პირიქით დღეს დაიწყება, მე ასე ვფიქრობ, ამისი ხელახალი გამოძიება. მე ამის პირობას ვდებ საზოგადოების წინაშე, რომ აი ასე ვთქვათ, ყველა ნათლად დაინახავს მკვლელი ვინ არის. როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა გამოვიდეს დღეს და მე მჯერავს, რომ მაგდას დადებითი ვერდიქტი იქნება მოლოდინის ჩვენი დახმარებით. ჩვენი რჩევით აირჩია ჩემ და მსაჯულთა ინსტიტუტი, ამიტომ დადებითად უყურებ მე ამ დახურვას, პროცესის დახურვებსაც აქამდე უნდა დაეხურა მაგდას. ჩვენ ყოველთვის გვქონდა თავიდანვე პატარ-პატარა ეჭვები, მაგრამ დღემდე ერჩება ეჭვად ერთი, რასაც მე ხა არ მინდა საზოგადოებაში სხვა მაღლა თქო, რა აზრზეც ვიყავი, იმ აზრზე ვარ დღემდე. როგორც პროცესის დაწყებამდე პაპიძის ადვოკატი ამბობდა, სასამართლო ექსპერტიზის დასკვნების მიხედვით პროკურატურის ბრალდებები უსაფუძვლოა და ის საკუთარი არგუმენტების დაპირისპირება შეეცდებოდა. ბევრი ისეთი კითხვები, რომელსაც პასუხი არ არის გაცემული, რომელიც ბუნებრივია, ნაფიც საჯულებს უნდა დაინტერესოთ. რატომ არ არის ამ კითხვებზე გაცემული პასუხები? რატომ არ არის ჩატარებული სრულყოფილი გამოძიება? პროკურორმა დღეს კიდევ ერთხელ წარადგინა ის მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც პროკურატურის მტკიცებით დანაშაული სწორედ მაგდა პაპიძემ ჩაიდინა. ბრალდების ხარი აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ ქართული საზოგადოების ის ღირსეული წარმომადგენლები, რომელიც მხარეების მონაწილეობით ჩერჩეული იქნენ ნაფიც მსაჯულებად და წარმოადგენლიანად დღევანდელ სასამართლოს ხომაზე, საქართველოს სახელით კაცრ პასუხს გასცემენ ბრალდებულის იმ სასტიკმედებას, როდესაც საკუთარი ხელით მან მოკლა თავის ქმარი და თავის 5 წლის შვილი. მას შემდეგ, რაც მაგდა პაპიძეს სასამართლოზე საბოლოო სიტყვის ნაფიცი მსაჯულები გადაწყვეტილების გამოსატანად გავლენ, იმ შემთხვევაში თუ 3 საათის განმავლობაში ვერ მიიღეს გადაწყვეტილება, დამატებით გადაწყვეტილების გამოსატანად მოსამართლე 6 საათს მისცემს ვერდიქტი საბოლოო იქნება და ის გასაჩივრებას არ დაექვემდებარება.